გაფანტული სკლეროზი, როცა შენი იმუნური სისტემა შესავე ნერვულ სისტემას ებწვის. გაფანტული სკლეროზი არის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ტვინსა და ზურგის ტვინს. გამომწვევის დაზუსტებული ეტიოლოგია ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა მიიჩნევა, რომ ეს არის მრავალფუნქციური დაავადება. დაავადების განვითარებაში შესაძლოა მონაწილეობდნენ პირველი ავტოიმუნური პასუხი. იმუნური სისტემა შეცდომით უტევს მიელინურ გარს, რაც ნერვული იმპულსების გადაცემას აფერხებს. მეორე, გენეტიკური ფაქტორები, მათ შორის გარემო ფაქტორი, ვიტამინ D-ს დეფიციტი. მწერველობა და გარკვეული ვირუსული ინფექციები, მაგალითად ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასოცირდება გაფანტულ სკლეროზთან. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რომელი უბანია დაზიანებული ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ესენია კიდურების დაღლილობა, სისუსტე ან დაგუჟება. ატაქსია, ბალანსის და კოორდინაციის დარღვევა, ოპტიკური ნევრიტი, მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი მოძრაობისას, შარდის შეკავება და შეუკავლობა, სენსორული დარღვევები, ჩხვლეტაწვა, ელექტრულად მსგავსი შეგრძნებები, კოგნიტური დეფიციტი, კონცენტრაციის მეხსიერების შეფერხება და გადაღლა ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი. გაფანტული სკლეროზი სრულიად არ იკურნება, თუმცა შესაძლებელია მისი კონტროლი.